საქალაქო სასამართლოში ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის პროცესი მიმდინარეობს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს. სასამართლოზე მან განცხადება გააკეთა, დაკავებული ციხეში განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. ნიკა მოლდინაშვილი ჩაგვრთობა საქალაქო სასამართლოდან გიორგი კონკრეტულად ვის ადანაშაულებს და რაში ადანაშაულებს დაკავებული. დიახ, თამარ, საქალაქო სასამართლოში ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის პროცესი თითქმის 1 საათია რაც მიმდინარეობს. ეს არის წინა სასამართლოს ხდომა, სადაც მხარეები უნდა წარსდგნენ ხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე უნდა იფშელონ ასევე, თუმცა მანამდე თავად მკვლელობაში ბრალდებულს მიეცა შესაძლებლობა, რომ სასამართლოსთვის სიტყვით მიემართა, როგორც გიორგი ოქროპირიძე აცხადებს, ბოლო თვეების განმავლობაში, რაც ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, მასზე არაერთი ზეწოლა განხორციელდა. ის საუბრობს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე და ასევე აცხადებს, რომ მას მკვლელობასთან არანაირი შეხება არ ქონია, როგორც გიორგი ოქროპირიძე აცხადებს, ლაშა მახარაძე მისი ბავშვობის მეგობარია და მას ეს მკვლელობა არ ჩაუდენია. აიქეცი ბიძურება წერდა ჩემზე, როგორ ჩავდედო? ჩემო ჯაში ცხოვრობდა გესმის. მოაკეთე თორე ვერცფიც არ მაგაც რა გირგულე მონაგონით რა თავში გაკავებ ვერცფიც არა თუ რომელი წვეთიმენანეოდეს იქით რამე როგორ ვაბრალებ ხოლმე ლაშა მახარაძე ყო ახლა მე იმის სუდიმ დამოდა ვერცფიც იქით სხოლმოსაშა იქით არის ბოყანობის აკაც ეხაც გავგლიჩავ შუაზე ხელით ისე ჯაჭო ეხაც ნაცემი და ციხეში როა ყვასავით არის ისე ჯაჭო იარაღი ესო რა იარაღი ესო ხოლმე იდოს საქმეში რატო 216 მუხლის პირველი მეორე ნაწილებით ეს არის სენსაციური იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვა და ტარება 119 მუხლის მესამე ნაწილის მერქვე პუნქტი საგელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას რაც შეეხება 216 მუხლის პირველ ნაწილს იგი ითვალისწინებს ჯარიმას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ამავე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს ჯარიმას ან 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მე შეგახსენებთ, რომ მკვლელობა 2014 წლის 2 სექტემბერს ვაკეში აბასშიძის ქუჩაზე მოხდა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გარდაიცვალა 1987 წელს დაბადებული ლაშა მახარაძე. სისხლის სამართლის საქმე დაკავებულის გიორგი ოქროპირიძის წინააღმდეგ რამდენიმე მუხლით არის აღძრული, მათ შორის მკვლელობა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ცეცხლსასროლი იარაღის მართლწინააღმდეგო შეძენა შენახვისა და ტარების ბრალდებით. მე შეგახსენებთ ასევე, რომ გიორგი ოქროპირიძის დაკავება მკვლელობიდან რამდენიმე კვირაში ერგნეთის საგუშაგოდან მოხდა მისი გადაცემა. ის დააკავეს ეგრეთ წოდებული ცხინვალი სამართალდამცავებმა, რომლის შედეგადაც მისი გადმოცემა მოხდა ქართველი სამართალდამცავებისთვის. მადლობა ნიკა, ეს იყო ნიკა მოლდინაშვილი, რომელიც საქალაქო სასამართლოდან გვერდთვებოდა.